თამარ მეფის ეპოქა ოქროს ხანაა საქართველოს ისტორიაში. თამარს თითქოს სინით მიერთვა ეს დიდება. ერთიანი ძლიერი სახელმწიფო დავით აღმაშენებლის და მის მემკვიდრეთა მონაპოვარი და დანატოვარია. მაგრამ განა თამარის შვილებს უფრო მეტი არ მიეცათ, ვიდრე თამას ერქო. შეძლეს კი მათ ამის შენარჩუნება. რატომ ვერ შეძლეს? განა ნაკლები სამხედრო ძალა უპირისპირდებოდა დავითს ან თამარს, როცა ისინი ბრძოლებში იმარჯვებდნენ. თამარი ფიზიკურად არ იღებდა მონაწილეობას ომებში, მაგრამ მის მიერ გადატანილი ბრძოლები არანაკლებ მძაფრი და სასტიკი იყო. იგი იბრძოდა განუწყვეტლივ, უფრო მეტსაც კი, ვიდრე მისი წინამორბედნი და ეს ბრძოლა იყო არა სისხლთა და ხორცთა მიმართ, არამედ ბოროტ ძალთა და განსაცდელთა წინააღმდეგ. როგორც სული არის უპირატესი ხორცზე, ასევე სულიერი ბრძოლა ბევრად რთულია ფიზიკურზე. თამარი ომიანობისას ფიზიკურად განიშორებოდა ბრძოლის ვერს, მაგრამ სულიერად თავადაც იბრძოდა. ყოველი მოგებული ბრძოლის ბედი ჯერ ზეცაში წყდებოდა და შემდეგ უკვე მიწაზე. თამარი ბრწყინვალებასა და სიმდიდრეში ცხოვრობს. პატივს მიაგებს და ითვალისწინებს იმ სამეუფო ხარისხს, რომელსაც ატარებს. ამავდროულად იგი შინაგანად თავისუფალია და არაა მიჯაჭვული ამ სიმდიდრეზე. ეს თუნდაც იმ საარაკო ლალების ისტორიიდან ჩანს, ასე იოლად რომ დათმო და შეწირა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. თამარის ხასიათში შერწყმულია რუსთველისეული სილბო და სიმტკიცე. ეს ჭეშმარიტი ქრისტიანული სულიერი მდგომარეობაა. თამარი რბილი და დამყოლია და ამასთანავე საოცრად მტკიცე და შეუვალი. გავიხსენოთ თუნდაც მისი წერილი რუქად ნინისადმი, მისი დამოკიდებულება ტყვეებისადმი, დამნაშავეთა მიმართ დამოკიდებულება. თამარმა იცის, რას ნიშნავს ღვთისმშობლის წილხვედ ქვეყანაში მეფობა, რომელიც მიეცა, რათა მოუაროს, დაიცვას, უპატრონოს. იცის ღვთის გადმოსახედიდან, რას ნიშნავს მთავრობდე სხვაზე, რომ თავად უნდა მსახურებდეს სხვას და არ უნდა კონდეს მომხმარებლური დამოკიდებულებები, რისი მაგალითით სამწუხაროდ მისი შვილი რუსუდანი იქნება მომავალში. თამარის მსახურება ეს არის ჭეშმარიტი უფლისმიერი მსახურება, რომელიც არა მოვიდა რათამცა იმსახურა, არამედ მსახურება და მიცემად სულითვისი სახსრად მრავალთათვის. მისი ცხოვრება მთლიანად თავის უარყოფაა. იგი უარს ამბობს საკუთარ ნებაზე, პირად ბედნიერების წინ ყოველთვის ქვეყნის ინტერესებს აყენებს. გარეგნული ბრწყინვალების მიღმა მონაზნური ცხოვრების წესით ცხოვრობს. გამუდმებული ლოცვა, ღამის თვეები, მარხვა, არა მარტო ომიანობის ჟამს, არამედ მშვიდობიანობის დროსაც. თამარმა იცის, რომ სიფხიზლე არ უნდა მოდუნდეს. თითოეული ადამიანი და ასევე მთლიანად ერი არ უნდა გალაღდეს, არ უნდა გაკადნიერდეს, არ უნდა გაამპარტავანდეს. საკუთარი ძლიერების იმედად არ უნდა იყოს და გამუდმებით უნდა ითხოვდეს ღვთისაგან შეწენას. მხოლოდ ასე შეიძლება მოწევნული თუ მოწევნადი განსაცდელების არიდება. ეს მთლიანად ერსაც ეხება და მეფესაც. სანამ ადამიანი მცნებებს იცავს, უფალი მასთანაა და თამარიც არის ამ ცნებათა დამცველი და მათგან უპირველესისა, შეიყვარე მოყვასი შენი. ის სულგრძელია და შემწყნარებელი და მოწყალე. სიკვდილით დასჯა და ადამიანთა დასახიჩრება აკრძალა. ეს გაუგონარი ფაქტია იმდროინდელ მსოფლიოში. საავადმყოფოებს აარსებს და პირადად ემსახურება და უვლის ავადმყოფებს, შრომობს, ქარგავს, კერავს, გარდა სახელმწიფო ხაზინისა პირადი ხელსაქმით მოპოვებული თანხით გასცემს მოწყალებებს. ყველა ეს კეთილი საქმე, მოწყალება, ურისხველობა, სიმშვიდე, სიბრძნე, სამშობლოსადმი პასუხისგებლობა ღირებულია ღვთის წინაშე მხოლოდ იმ მთავარის გამო, რაც ამ ყველაფერს წარმართავს და განაპირობებს. და ეს მთავარი სიყვარულია. სიყვარული ღვთისა და მოყვასის. ქვეყნის. წმინდა თამარის ხსენება მენელსაცხებელი დედათა ხსენების დღეს დაწესდა. რითი ემსგავსება მათ თამარი და რითი არიან ეს წმინდა დედები გამორჩეულები. არა მარტო თავიანთი სიმამაცის და ერთგულების გამო, რომ არ შეუშინდნენ სასჯელს და ბოლომდე უერთგულეს ქრისტეს, არამედ იმის გამო, რამაც გახადა ისინი ასეთი ერთგულნი და უშიშარნი. მთავარი მათ ზღვაში სრული სიყვარულია, მხოლოდ სრულმა სიყვარულმა არ იცის შიში და არ უფრთხის განსაცდელს. თამარიც ასეთი სრული სიყვარული თითქოს გადაფარებულია საქართველოს, როგორც ფრინველი იფარავს თავის ბარტყებს. გამუდმებული ლოცვით და ღვთისაგან წყალობის გამოთხოვნით, სულიერი საბრძოლო საჭურველით შემოსავს ქვეყანას. ითხოვა და მიეცა და ჩვენ ვხედავთ რა მიეცა თამარს. შედეგი სახეზეა ოქროს ხანა დააყოვებული ქვეყანა. ივანე ჯავახიშვილის სიტყვებით, ადამიანებს სამი დიდი საცდური აქვთ ამ ქვეყანაზე: სიმდიდრე, ძალაუფლება და სილამაზე. თამარს ეს სამივე უხვად ჰქონდა და მაინც შეძლო რომ წმინდანი გამხდარიყო.